ესეც ძალიან საინტერესოა. ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში კი კალიგრაფიის კონკურსის მეორე ტური ჩატარდა. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ხელი წერის კულტურაში საკუთარი შესაძლებლობები გამოავლინეს და შესაბამის თემაზე ლექცია სემინარებიც მოისმინეს. ხელით დაწერილი წიგნი ადრეულ საუკუნეებშივე იქცა კულტურულ და ეროვნულ ფენომენად. ხელით შესრულებული ნამუშევრები, როგორც ხელოვნების ნიმუშები, დღესაც საკმაოდ ფასობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ხელნაწერთა კონკურსის მიზანია საქართველოში ხელნაწერი წიგნის შექმნის კულტურის აღორძინება. კონკურსის სახელწოდებით ქართული კალიგრაფია 2013 წლის 6 ნოემბერს გამოცხადდა. მესამე ტურის შემდეგ კი გამარჯვებულთა დაჯილდოება და გამოფენა გაიმართება. კონკურსი ქართული კალიგრაფია უკვე მეოთხედ ტარდება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში 2010 წელს დაიწყო ეს აქტივობა და ჩვენ მყავს მონაწილეები მთელი საქართველოდან, ასევე საზღვარგარეთ ცხოვრები ქართველებისაგან, იმიგრანტებისაგან და როდესაც დაასრულებენ, უკვე ჟიური შეაფასებთ მათ ნამუშევრებს. ძალიან კარგად მიმდინარეობს, ზოგადად არ ვაპირებდი აქ მონაწილეობის მიღებას, მაგრამ ჩემი ქართულის მასწავლებლის თხოვნით მიიღე მონაწილეობა და ძალიან მომწონს ეს პროექტი.